თუ ბავშვი არ ცელკობს, უნდა გააცელკო. ბავშვს სჭირდება ცელკი მამა, უყვარს ეგეთი მამა, მოულოდნელი მამა. დედაც თუ ასეთი იქნება, კარგია. თუ ბავშვი არ ცელკობს, ამიტომ დედამ არ გაიხაროს. არის ამაყოს, ჩემი შილია ესეთი წყნარია, უნდა გააცელკოს, იმიტომ რომ ცელკები ხდებიან ლიდერები, ცელკები ხდებიან მერე დიდობაში. მეცნიერები ხდებიან, დეპუტატები ხდებიან, შეიძლება მთავრობის წევრები გახდნენ, იმიტომ რომ იმათ მიიღავთ ვიღაცა ცელკი. ლიდერია. მე ასეთი ცელკი ვიყავი და გავხდი რაღაცის ლიდერი, ხო? რაში გამოიხატებოდა ეს თქვენი სიცელკი? აი გაკვეთილებზე ეხმაურობდით, აცდენდით, არ სწავლობდით თუ? აი მაგალითად. შემოდის კლასში რუსულის მასწავლებელი, ეს არის მესამე კლასი. ყველამ დაუძახა, მიაძახა ზრაშჩე და მე კიდე დავიძახე დრაპტოპიტე. რატო საიდან მომიდა, რა ქართული თქვუთხარ ეს მე არ ვიცი. ვინ თქვა, აიო თქვა, მე ვთქვი მეთქი ესა. აბა კუთხეში შეხლევ დავდექი კუთხეში. უკან ხელები მიჭროთ, ბავშვებს ვეპრანჭები ამ ხელები. ბავშვები იციან, მასწავლებელი ვერ ხედავს. დაინახა, გადიახლავე გარეთ. გავედი გარეთ, ხალისით კიდევ სპორტული რაღაცა ნაგებობები იყო, ავდივარ ამ კიბებზე, ჩამოვდივარ, ბავშვები მიყურებენ იმათ შურთ ჩემი. თქვენთან უნდა. ხო და მე კიდევ ხარო ფიქ. ის შინაგანი პროტესტი რომ სკოლა ასეთი რატომ არის? ან ადამიანები ეგეთები რატომ არიან? სულ გქონდა. ეს მქონდა, ხო. სიცელკე ბოროტება კი არ არის. ცელკი ბავშვი ძალიან კეთილები არიან საერთოდ. და მეც არ ვიყავი ბოროტი. არ მიფრაზდებოდა ბებია და პაპა სიცელკის გამო.